გამომწერებო, იუთუბელებო, ჩემო ერთგულო მაყურებლებო, როგორ ხართ? იმედია ყველანი კარგად ხართ. იმედია ყველაფერი კარგად გაქვთ და ეხლა შესავალს გავაკეთებ ორი სიტყვით. ხვალ არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე კოსმიური თვალსაზრისით, აი რო იტყვიან კარიბჭე იხსნება. ანუ შემოდის ახალი ენერგიები, ვიცით. მეხუთე განზომილებაში გადავედით, ვიცით. დედამიწის ენერგეტიკა აწეულია, ვიცით. სულიერება ჩართულია, ღვთისკურთხევები მოდის და ზემოდან ეშვებიან ნათელი, კეთილი, ჩვენი მფარველები, ზეციური ძალები, ვიცით. მუსრს ავლებენ და რო იტყვიან აი ბოლომდე ფსკერამდე ჩადიან და ყველაფერს სამართლიანობას აღადგენენ და რაც ისეთი ხდებოდა მთლიანად მთელ მსოფლიოზეა საუბარი. ეწინააღმდეგებოდა სამყაროს კანონებს, ეწინააღმდეგებოდა ღვთის კანონებს. იმ კანონებს, რის გამოც ეხა ჩვენ ვართ აქ და ყველას მოგვენიჭა უფლება რომ ვიყოთ ადამიანები, ყველას ვინც ვართ ღვთისშვილები, ღვთის ნაწილაკები და ჩვენში არის ეს ღვთიური შემოქმედებითი მამა ღმერთის ჩადებული სული, გენი და ის ყველა უჯრედები, რომელიც ცოცხალია ჩვენში, აი ეს ყველაფერი ეხლა აქტიურდება ასევე უამრავი შესაძლებლობები, ადამიანების ინტუიცია, რომელიც ძლიერდება, ნათელხედვა, რომელიც ძლიერდება, წინასწარმეტყველური სიზმრები, მინიშნებები, სამყაროდან ყველაფრის გაგება უკვე შეგიძლიათ. ისედაც ხა არიან ადამიანები რომ შეეძლოთ, მაგრამ ეხლა ძალიან გააქტიურებულია და ხვალ არის ესე ვთქვათ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღე სამყაროს კოსმიური კარიბჭის გახსნის და ეხლა ავიღე ორი კარტი. ერთი არის, რა თქმა უნდა, 78 კარი და მეორე არის ყოვლის ხედველი თვალი. ანუ ერთ გაშლას გავაკეთებ და კონკრეტულად, ესე კი, თქვენ პირადი გაინტერესებთ მაინდა-მაინც და ამიტომ ვაკეთებ პირადზე, რა ვქნა ახლა ეს გლობალური თემებით დიდად ვერ გხიბლავთ, იმიტომ რომ არც მილაიქებთ, არც მიკომენტარებთ, არც ნახვები არ აქვს, ხო და არხის განვითარებისთვის, იმიტომ რომ სხვა ადამიანებმაც ნახონ, სხვა ადამიანებისთვისაც მივაწვდინო ხმა, რომ ეს ღვთიური უხილავი ძალები, რომ დაშვებულები არიან, უკვე დაეშვნენ დიდი ნაწილი. აქ არიან და ჩვენი კეთილდღეობისთვის, ჩვენი სამომავლოდ, რომ ჩვენ ვიყოთ კარგად, იმიტომ გვეხმარებიან, რომ გადარჩეს დედამიწა და ადამიანებმა კი არ დაასრულონ და საშინელება კი არ მოხდეს, რასაც აპირებდნენ და კიდევ აქვთ გეგმები და არ მინდა ეხა ცუდზე და უარყოფითზე ვისაუბრო, მაგრამ ყველაფერს რომ დავანებოთ თავი, მათ ავიწყდებათ ერთი რამ. ის რომ ყველაფერს განაგებს მამა ღმერთი, მამა შემოქმედი, ვინც შექმნა ცა, დედამიწა და ვინც შექმნა ყველაფერი, რა ჩვენს ირგვლივაა, ეს დაიმახსოვრეთ. ამიტომ როგორი გეგმაც არ უნდა გქონდეთ, როგორი რესურსი და ენერგიაც არ უნდა ეწურებოდეთ, იმიტომ რომ მაღლდება დედამიწა და ახალ ვიბრაციებში უმაღლეს ღვთიურ ენერგიებში გადავდივართ, ეს რა თქმა უნდა ადამიანებზე ფიზიოლოგიურად მოქმედებს, მაგრამ სულიერების მხრივ გვაძლევს ყველა, რომ ინდივიდუალურად განვითარდეთ, ეს ჩვენი ჩაბუდებული ბუნებრივი ნიჭები, გენეტიკა გაცოცხლდეს, ის სწავლებები, ის ცოდნები, ანუ დაფარული ჩვენი წინაპრული, რაზეც იყო და მოვდიოდით და გქონდათ ძალიან დიდი ცოდნა, ვიცით, აღმოსავლეთიდან შემოვიდა და გვაქვს ახლა შესაძლებლობა, მაგრამ ჩვენებსაც იყვნენ ქურუმები, აქ ქურუმთა ქალაქი, სკოლები იყო, ხალხო, სადაც ანუ სასწაულებს ახდენდნენ და აღარ მინდა ახლა ამაზე მაშინ ლექცია უნდა ჩავწერო და ვილაპარაკო, აი ესე რა, როგორც ლექცია და არ გინდათ ეს ლექცია, გინდათ კარტი, გინდათ პირადი და ისევ თქვენთვის ვიძახი,
ყველანაირად უარყოფითი ენერგიებიდან, ემოციებიდან უნდა რაღაცნაირად ხვალ მაინც განერიდოთ ადამიანებს უარყოფით რეაქციას, უარყოფით ფიქრებს, ემოციებს, თუნდაც გამწარებული ხარ, თუნდაც გაბრაზებული ხარ, თუნდაც მართალი ხარ, გასაგებია თქვათ უსამართლოდ მოგექცნენ, არ ვიცი, არ უნდა გამოეკიდო, როგორ ვთქვა, როგორ ავხსნა. უნდა მიანდო ყველაფერი სამყაროს, სხვანაირად არ გამოდის. ძალიან მინდა რომ ესე იგი არ უნდა უმაგივრო. აი სიბოროტე იცი ხო დარწმუნებული ხარ ის აკეთებს შეგეცოდოს იმიტომ რომ ის ადამიანები ანუ ძალიან გაუჭირდებათ იმათ ისინი ჩარჩებიან აი იმ დაბალ ვიბრაციულ სიხშირეზე და ვერ გადავლენ და რა ბედი ელით არის რამოდენიმე ვერსია ხა მე ნამდვილად არ უსურვებ მათ არაფერს ცუც მინდა რომ რა თქმა უნდა ყველა გადარჩეს და ყველა მიცხოვროს მაგრამ მე ხო არ წყვიტავ წყვიტავენ ჩვენი უზენაესი ღვთიური ძალები თუ ის სული კონკრეტული რომელიც მოვლენილია ნახე თავისუფალ ნებას არავის არ წაურთმევი აქ არის ზუსტად დედამიწაზე არის ეს თავისუფალი ნება და ყველას ეძლევა შანსი თვითონ გადაწყვიტოს როგორ მოიქცევა როგორ იფიქრებს როგორ განუძღვება თავის ცხოვრებას იმის და მიხედვით ნახეთ დავთარი უჭირავთ და აი ეს სული მაგალითად გამოუსედაგერია იმიტომ რომ აი ვერ დავინახეთ მასში პოტენციალი იმის მაგივრად რომ უკაცრავად ეხმარებოდეს იმის მაგივრად რომ სიკედეს აკეთებდეს იმის მაგივრად რომ მიუტევოს იმის მაგივრად რომ ანუ ხო გესმით უარყოფით ენერგიებშია გამოსცემს უარყოფითს ამ ტოქსიკოს ნეგატივს აფრქვევს და აბინძურებს გარემოს იმ ადამიანებს ვინც მის გვერდითა და კიდე სხვას ეს ხო უხილავად გადაცემადია ხალხნო მოდით აი ესე ვქნათ და ეს სული ანუ არ ავიყვანოთ იტყვიან და მერე იწყება პრობლემები სხვადასხვა სახის და პირველი ანუ ეხა რა და როგორ ეს ყველაფერი კიდევ ვიძახი რომ ღმერთი მოწყალეა და მე იმედი მაქვს მისი უდიდესი მოწყალების რომ წყალობის თვალით გადმოგხედავს და რა თქმა უნდა გადაგვარჩენს ჩვენ ყველას და აგვიყვანს იქ სადაც მართალნიც სადაც ნათელი ძალებით სადაც სიყვარულია მარადიული სიყვარულია კეთილგანწყობა თანადგომა მეგობრობა პატივისცემა ურთიერთობა გესმით ოღონდ სიყვარულით სათნოებით ღვთის სიყვარულით ღვთის მადლიერებით აი არ ვიცი კიდე როგორ გადმოგცეთ ის ნეტარება რაც იქ არის გესმით ის მზრუნვა ის სიხარული აი სულ რომ სიხარულში ხარ სულ რომ იმედი გაქვს სულ რომ ბედნიერი ხარ და რო არ მთავრდება ეს გესმით რო არ მთავრდება აი ვერ ავხწერ ამას მაგრამ ასე თუ ისეა რო გაიგოთ ხო და პირდაპირ თავებზე არ ტყავს ტვინებზე არ ტყავთ ანუ იქნებიან არაადეკვატურები რაც ამ თვეების წინა თვეების განმავლობაში უყურეთ იმაზე უარეს მდგომარეობაში ჩავარდებიან აი ცხოველებზე უარესები გახდებიან აი შეურაცხადები გახდებიან და ეგრევე მიხვდებით რომ ანუ არიან ინფერალური არსებები, არაღვთიური, არაღვთიშვილები, არამედ იმათ უკვე თავიანთი მოქმედებით, თავიანთი ფიქრებით, თავიანთი საქციელით უკვე იმათ რევოლუცია, ომი, ძალადობა, აგრესია, დაპირისპირება, ანუ ეს ყველაფერი არის დაბალი ვიბრაცია და ეკუთვნის იმ მეორე მხარეს. გესმით? აი უბრალოდ რომ დაფიქრდეთ ამაზე, დაფიქრდეთ. იმიტომ რომ მართლა ესე ხდება, ეს არ არის ფანტაზია, ეს არ არის ჩემი გამონაგონი რაღაც ვერსია. მე რაცაც ვამბობდი, მე მგონი თუ უყურებდით ჩემ ვიდეოებს, ხედავდით გლობალურად, ზოგადად, რომ მქონდა ხოლმე რაღაც ზოგჯერ ისეთი გამოსვლები ვიდეოები, ხო, რომ ჩავწერე, რომ ემოციურად მეც განვიცდიდი, მაგრამ ყველაფერი ხო მიდის ისე. ხო ასრულდა ჩემი სიტყვები, ნაწილობრივ, დაიცადეთ ჯერ კიდე, ასრულდება ის სხვებიც. თუ წინა ვიდეოებს უყურავდით და
ნახოთ ეხლა ჯერ ენერგიები როგორია, ხვალ იხსნება კოსმიური კარიბჭე, ესე ქვია, ვარსკვლავთ კარიბჭე. როგორი ენერგიები შემოდის და რაც ვისაუბრე ეხლა, თუ არის ეს ყველაფერი მართალი. როგორი ენერგიები შემოდის და რაც ვისაუბრე, თუ არის ეს ყველაფერი მართალი. წარსული მიდის ჩემო კარგებო. წარსული მიდის და მოდის ახალი ენერგიების სულიერება აგერ ბატონო. მოდიან ფარველები, ჩვენი წმინდანები, ვინც აი ესე დავთარი აქვთ, ხო გითხარით არა? აი უჭირავთ ხელში დავთარი და ყველაფერს იწერენ. ანუ ამან ამ სულმა ეს შეასრულა, ეს მისია შეასრულა, ეს ამას აკეთებს. აი ნახე ეხმარება, აი ნახე ზრუნავს, აი ნახე სიყვარულს, მადლიერებას გამოსცემს, ითხოვს მშვიდობას, ნახე გადავარჩინოთ. და ნახეთ, ისინი ვინც იყვნენ ჩასულები ქვემოთ, ვისაც ჰქონდა ძალიან დიდი დარტყმა, ძალიან დიდი ტრავმა, ძალიან დიდი ტკივილი, მათ ერთადერთი რა გამოიყვანს სულიერება და ჰარმონიული ურთიერთობა თავის ახლობლებთან, მეგობრებთან, იმ წრესთან, ვისთანაც ტრიალებთ. ანუ ნახე, და ეს ამოსვლა აი ამ დაცემული მდგომარეობიდან რო იტყვიან ამოსვლა უკვე დაიწყო. ის ადამიანები კიდევ ვიძახი, წამსვლელები წავლენ, ვინც კიდევ ერთხელ ვიძახი, არ მოიქცევიან როგორც ჩამოვთვალე, ხო? მე წლების განმავლობაში ვაპრაქტიკებ მადლიერებას, სიყვარულს, სამყაროსთან შეერთების, მე ენერგოთერაპევტი ვარ, ენერგოპრაქტიკოსი ვარ, მარტო ეზოთერია არ არის ჩემი და ტაროს გაშლა, ანუ ენერგიებთან მაქვს შეხება, ხო? და რა თქმა უნდა, ანგელოზთა დასთან ვარ შეერთებული, ნათელძალებთან. ამიტომ სულიერებასთან ძალიან ახლოს ვარ და შემიძლია მე თამამად ვთქვა, სხვებისგან განსხვავებით, რომ ვერ არჩევენ, ვერ ხვდებიან, ვერ გრძნობენ, იქ ვიღაცაებმა მომწერეს, ეს რა, უნდა დავიჯერო, მართლა ესეა. თქვენი ნებაა, ქალბატონო, დაიჯერებთ, არ დაიჯერებთ. ჩემი მისია ის არის, რომ ხმა მოგაწვდინოთ თქვენი ცხოვრების გაუმჯობესებისთვის, რომ უკეთესად იყოთ და გადახვიდეთ, იმიტომ რომ ხო გინდათ ამ ტანჯვიდან ამოსვლა, ხო გინდათ აი ამ დიდი ტანჯვიდან რომ ამოხვიდე. ამიტომ თუ შენ სიყვარული, მადლიერება, სითბო, კეთილგანწყობა, სათნოება, აი ეს ურთიერთგაგება, ეს ზრუნვა, აი ეს ემპათია, გულთან მიტანა, შენი მოყვასის, ანუ ეს თვისებები თუ შენ არ გექნა, შენ ანუ აი სტაბილურ ცხოვრებას ვერ დაიმკვიდრებ, შენ ვერ გადახვალ უმაღლეს სულიერებაში. იქ სადაც არიან სულ ანგელოზები, მფარველები, წმინდანები, შენ უკვე შესაძლებლობა გექნება მათთან ურთიერთკავშირის. შენ შეიძლება ისინი დაინახო, იგრძნობ ყველა ვარიანტში, ისინი უკვე გახდებიან შენ რომ მოუწოდებ მათ და ნაბიჯს გადადგავ შენი, ასე ვთქვათ, მასწავლებლები, შენი დამრიგებლები, შენ უკვე მათთან შეთანხმებულად იქნები, გესმის და ყველა შენი ნაბიჯი უკვე იქნება მათთან, ასე ვთქვათ, რეზონანსში და შენ ესე იგი ყველაფერზე იქნები, ანუ რო იტყვენ კურთხევა ავიღე, შენ აღარ დაგჭირდება მამაოებთან სიარული კურთხევაზე, უკვე შენ მიიღებ პასუხს და კურთხევას და ეს ყოველდღიურად შენ თვითონ ნახავ ამ სასწაულებს და ამ სასწაულების მნახველი გახდები. ამიტომ ვიძახი ხალხნა, აი რა ვიცი, კიდევ ერთხელ ვიძახი, არ ერევიან თავისუფალ ნებაში, შენ გელოდებიან, პირველი ნაბიჯი შენზეა, ჩემო კარგო. ყოვლის მხედველ თვალს ვეკითხები თქვენ სიტუაციაზე, თქვენ პირადზე. თუ გამოგისწორდებათ, აი ვინც დიდი ხანია, ვთქვათ, რაღაცა დანაკლისში ხართ, ხო, პირადთან დაკავშირებით, აბა. აი ამ ყველაფრის მერე. როგორი იქნება თქვენი პირადი ცხოვრება? ჯერ ესე ვნახოთ. მიუხედავად იმისა, რომ მამაკაცისაგან, ადამიანისგან ქონდათ გაურკვევლობა, ღალატი, აი ესეთი ემოციური ფონი რო იტყვიან, ხო? თქვენ მაინც სამყარო მოგანიჭათ
კეთილდღეობა იმ სფეროში, იმ საქმეში, რაშიც ხართ, ეხლა ვინც მიყურებთ, ხო? ყოველთვის აი ბალანსში ხართ რაღაცნაირად, ხო? ხან იქეთ, ხან აქეთ, მაგრამ ცდილობთ რომ იყოთ ბალანსში. ანუ რას ვიძახი, ძლიერი სული ხარ, ეხლა შენ ვინც მიყურებ ხარ, ძლიერი სული. და ჯერ გაურკვეველია კარტი მეუბნება, მაგრამ შენ შეძლებ ამის დაძლევას. და ვეკითხები 78 კარის ტაროს, აი რა კარები გაგეხსნებათ თქვენ. ხვალ არის ეს, ასე ვთქვათ, Stargate რო ამბობს ილონ მასკი, აი მაგდაგვარი ვარსკვლავური სამყაროსეული კარიბჭის გახსნა და რა კარი გაგეხსნებათ თქვენ ეხა ვინც მიყურებთ, აი რა კარი გაგეხსნებათ ეხა თქვენ. ანუ ხვალიდან იწყება რა ეს პორტალის გახსნა. ჯერ ერთი, ანუ 0-დან იწყებთ ყველაფერს. ახალი დასაწყისი მოდის. ნახეთ, ამოვიდა აქ ამ დასტაში ჩვენ ვხედავთ სულელის კარტს, მაგრამ ეს არის 0 შემოქმედი ადამიანი, რომელიც მიდის არსაით, სად მიდის არ იცის, მაგრამ გზაში ეს მისი ინტუიციაა, რომელიც მასთან არის და უჭირავს მას გასაღები. ანუ კარი ჯერ არ არის გამოკვეთილი, მაგრამ გასაღები ხელში აქვს. ანუ რას ნიშნავს, რომ შეხვდება კარი მას ზოგადად, ხო? ეხლა ძალიან მეტამორფოზულად ვსაუბრობ, მაგრამ მიხვდებით, შეხვდება გზაში კარი, მისი კარი, ის მიხვდება რომელია მისი და მას უჭირავს ხელში გასაღები, რაც ნიშნავს, რომ გახსნის. და მაინც რომელი კარი, ეს მთლიანობაში ყველას გამოგივიდათ, აგერ ბატონო, კარი გახსნილი. შეხედეთ, აი, შეხედეთ. გახსნილი კარი და ადამიანი. იხსნება კარი. გადიხართ იმ დელოში, იმ სიმწვანეში, იმ სილამაზეში, იმ ჰარმონიაში, იმ სიტუაციაში, რაც თქვენ გაწყობთ და რა სიტუაციაა. ზოგისთვის ეს კარიერაა, ზოგისთვის ეს, არ ვიცი რა არის, მაგრამ აქ ზიან, აი რო იტყვენ ესეთი პროფესიონალი ადამიანები, ხა მე ვერ ვიტყვი პროფესორ აკადემიკოსები და მეცნიერები, მაგრამ რაღაცა დაწესებულების უფროსები, ან თქვენი უფროსები, არ ვიცი. მოკლედ, კარიერა გეხსნებათ. ახალი შესაძლებლობები, ანუ ნახეთ, ციფრული, ტექნოლოგიური რაღაც ნიჭები. არ ვიცი რა. ანუ ეს კარტი მეტყველებს თქმეს ინტელექტუალიზმზე. შეიძლება აიმაღლოთ, შეიძლება რამე ისწავლოთ, რამე ახალი ტექნოლოგიებით დაინტერესდეთ და გამარჯვება მოდის ხალხნო. გამარჯვება, ნახეთ, ანუ კარიერაზე მეუბნება. კარგი, მაშინ ახლა პირადზე. კარიბჭე გახსნილია პირველი კარიდან მაჩვენებს. და გამარჯვება. ანუ თითქოს აი გასაუბრებაზე რომ მიდიხარ და იქ რო ზიან, რომ უნდა მიგიღონ რაღაც ისეთ თანამდებობაზე, ხო? პასუხისმგებელზე და რაღაც. ანუ იქაური ასე ვთქვათ, ადამიანები გისმენენ, თქვენ საუბრობთ და ბოლოს მოწონებით, ტაშისკვრით, კი ბატონო, თქვენ მიღებული ხართ. აი ესე გამოგიშვებენ. არ ვიცი, შეიძლება ეს ცხოვრებისეული თქვენი გზა არის, რომელიც თქვენ გაიარეთ და ჩააბარეთ და ეხლა ახალი იწყება. ესე შემიძლია ვთქვა. კიდევ ერთხელ ვიძახი, საჯარო გაშლაა და ამიტომ ეხლა ვარიანტები ბევრია. მე რომ მეწოდინება თქვენი სახელი, თქვენი სიტუაცია, იმის და მიხედვით კონკრეტიკას რო ვაძლევ კარტს, მეუბნება ზუსტად რა სფეროა, რა სიტუაცია, მაგრამ აქედან ეხლა ეს რა ენერგიებიც მოდის, მე მინიშნებებით ენერგოსაინფორმაციო ველით შემიძლია წავიკითხო, რომ ყველასთვის იქნება ეს გახსნილი. მე ხო ყველასთვის ვაკეთებ, ამიტომ ჩემი გაშლები არის აბსოლუტურად სიმართლე. მე მაქვს დაყენებული, დამუხტული, დადებით, ლამაზ, მაღალ ვიბრაციულ ენერგიაზე, რო იტყვიან და ჩემი კარტები და ჩემი პროგნოზები ყოველთვის მართლდება. მთავარია თქვენ დაიჯეროთ ეს, თქვენ მიიღოთ ეს გულთან და იწამოთ, რომ ნამდვილად ესეა. და პირადში, აბა თუ გაგეხსნებათ პირადი, ანუ ბედი ამ შემთხვევაში. ეხლა ვინც ამ ვიდეოს უყურებს, აბა ვთხოვ ჩემ ფარველ ანგელოზებს, მითხრან და უთხრან მათ, ვინც ამ ვიდეოს უყურებს,
ბედი თუ გაეხსნებათ ამ ადამიანებს, ბედი, ვისაც უნდა, რა თქმა უნდა. ნახეთ, ჩემო კარგებო, აქ როგორი სიტუაცია ამოვიდა. როგორ დარდობდით, როგორ განიცდიდით, ჩარევა იყო, კონკურენცია იყო, ძალიან დიდი კედელი, ძალიან დიდი დაბრკოლება, რომ ჩააბეტონებენ რაღაცას და რომ ვერ გატეხავ, რომ ესე იგი ვერ გაარღვიეთ ეს თქვენი ბედის კარი, მაგრამ ეხლა ხდება მომენტი. გაძლევენ ხელში იარაღს, რომ გატეხოთ ეს თქვენი ბედის კარი, გატეხოთ, რომ მოდის, ნახეთ, ადამიანი, უკვე გზაშია, ეს გამოქვაბულის კარი, რომელიც იყო ღრმად ჩაჭედილი, გეხმარებიან და იხსნება, იყო ჩარევა, იყო ბევრი ცრემლი, იყო ბევრი ტკივილი, არ ვიცი, ბევრს შეიძლება შვილის სიტუაცია გინდათ, შვილი გინდათ, დედობა გინდათ, შეიძლება შვილზე, არ ვიცი, ხა ხო, კიდევ ვიძახი, რომ საჯარო გაშლა ყველამ თქვენ სიტუაციაზე მოირგეთ. ტკივილს მაჩვენებენ ამ შემთხვევაში, დარდს მაჩვენებენ, მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფრისა, ნახეთ, ბოლოს თქვენ გამარჯვებული. აქაც დედოფალი პენტაკლების, აქაც დედოფალი პენტაკლების ორჯერ გამიმეორა. ანუ ვინც ახლა მიყურებთ, ხართ შემდგარი ქალები, ხართ სტაბილური, გაქვთ თქვენი რაღაც საქმე, თქვენი რაღაც შემოსავალი და იქიდან ნახეთ ჯუჯები, ანუ თქვენი დამხმარეები, თქვენი მფარველები უკვე დაგსვავენ იმ ადგილს, ნუ კარიერა ყველა ვარიანტში ჩანს, რომ იქნება, მაგრამ პლუს თქვენ იქნებით კმაყოფილი, იმიტომ რომ ყველანაირად თუ ასე წარმართავთ თქვენ ცხოვრებას, როგორც ახლა მე ვთქვი, მე ხო არ ვიცი თქვენი სიტუაცია, ჩემო კარგებო, ეს საჯარო გაშლა და მაინც კითხავ, ვინც ამ ვიდეოს უყურებს, იმათ რას ეტყვით, რას გადასცემდით, ჩემო მფარველებო, რას ეტყვით იმ ადამიანებს, ვინც ამ ვიდეოს უყურებს. ჩემო კარგებო, კიდევ ერთხელ ვიძახი. ახალი სიტუაცია მოდის, ახალი ადამიანი მოდის, ახალი დასაწყისი მოდის. თითქოს ეს ძველი სიტუაცია რაც იყო, იმდენად დაგწვათ ამ სიტუაციამ, შინაგანად რო დაიწვევი ადამიანი, გამოიცლები ყველანაირად, ხო? მარტოსული და რო იგერიებ ამ ცუდ ფიქრებს და ესე რო ხარ, ბოლოს შენთვის რო გინდა იყო, რო რაღაცნაირად, რო ჩაქნეული რო გაქვს ხელი, მაგრამ ნახეთ, ახალი დაბადება. სამყარო გაძლევს ჩანს. ხო ჩანს არა, მინდა რომ დაინახოთ. მშობიარე ქალი, რომელიც გააჩენს შვილს, ანუ რას ნიშნავს? ახალი დასაწყისი, ახალი დაბადება, ესე დაიბადებით. ესეთი ცხოვრება, ანუ თავიდანაც მაჩვენა კარტმა და აქაც და ყველაფერი არის თქვენზე დამოკიდებული. კიდევ ერთხელ ვიძახი, ჩემო კარგებო. ეხლა მთავარი როლი გიჭირავთ თქვენ, ანუ მთავარი მოქმედი პერსონა ხართ თქვენი ცხოვრების და თქვენ ხელშია და აბა თქვენიცით. მეტი მადლიერება, მეტი სიყვარული, მეტი სიკეთე, მეტი ქველმოქმედება, მეტი დახმარება, ძალიან გთხოვთ, ხვალინდელი დღე რაღაცნაირად, შეიქმნით თქვენთვის ჰარმონიული განწყობა. კიდევ ერთხელ ვიძახი, უზნაძე იყო უმაგრესი ფსიქოლოგი, ნობელის პრემია ეკუთვნის განწყობის თეორია რო დაწერა. ამ განწყობას ვიქმნით ჩვენ, როგორც არ უნდა გქონდეს ხელის შემშლელი ფაქტორები, ვართ კარგ განწყობაზე. ჩართეთ მუსიკა, ცოტა იაქტიურეთ, შემოუშვით ეს ენერგია, ხვალ ძალიან აქტიური და ენერგიული დღეა და რაღაცნაირად გაიხალისეთ თქვენი თავი, თქვენ თავს შეუქმენით ზეიმი, ხვალ მაინც გააკეთეთ ეს ძალიან გთხოვთ და გაწმინდეთ ფიქრები სულ პოზიტიურზე, სულ კარგზე, ნათელზე, ლამაზზე, თან იგრძენით, რომ უკვე ხართ ბედნიერი, არ ვიცი, როგორ ავხსნა ხალხნო. მინდა ძალიან, რომ იყოთ ყველა ბედნიერი და რჩევა ყოვლის
ხედველი თვალისგან თქვენთვის, ჩემო კარგებო, რჩევა. აი, ახალი დასაწყისი. დიდი საჩუქარი, დიდი გამარჯვება, თან სწრაფად, ფინანსური კეთილდღეობა, სამყაროდან მოდის, ან მოულოდნელი საჩუქარი. აი, მოულოდნელი რაღაცა ფულადი, რა ვიცი, შეიძლება ფული გაჩუქონ, შეიძლება საჩუქარი გაჩუქონ, შეიძლება რაღაც შემოთავაზება მოგწენ, შეიძლება ადამიანის ვარიანტი მოდის, გაცნობა მოდის, არ ვიცი, ხო? აი, ახალი, ოღონ კარგი. თვითონ სამყარო გიწვდით ხელს. ნახეთ. სამყარო გაძლევთ ამ შანსს და აბა თქვენიცით შემოკარგებო. მჯერა რომ ყველა იქნებით ბედნიერები. და ესე ვასრულებ ჩემ ლამაზ გაშლას მხოლოდ და მხოლოდ ნათელი და კეთილი სურვილებით თქვენთვის და სამყაროსთვის. მადლობა.